სრულიად საქართველოს ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენია. ყველა ქართველი პატრიოტის, ვისაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ამ ქვეყნის თავისუფლება, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარ მიზნად მიაჩნია. ჩვენი 1000 წლეულობით გამოვლილი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ ქონია მომენტები, როდესაც გვიწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ბოლოს ეს 34 წლის წინ მოგვიწია, რომ აღვედგინა ჩვენი დამოუკიდებლობა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არ არის ერთჯერადი აქტი. დღესაც ხედავთ, რომ არის სურვილი შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება. გვიკარნახონ საით უნდა წავიდეთ და როგორ განვითარდეთ. მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი. ამიტომ ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს თითოეულმა ქართველმა პატრიოტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ჩვენი უდიდესი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა ქართველ პატრიოტს ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი. ბატონ შალვა, ჩვენ ნახეთ მილოცვები საერთაშორისო პირდაპირ ეთერში ხართ ბატონ შალვა. Shall I answer in English or Georgian? It's okay. So absolutely not. If you look at the independent assessments of Georgia's performance on different areas, particularly in this case, rule of law index of World Justice Project, you will see that Georgia is ahead of all candidate countries. Many in this country you will and see, in Europe fear that this country is turning into an authoritarian state. I know about the perceptions. I'm speaking now about facts. So the fact is that Georgia is ahead of all EU candidate countries and even ahead of some EU member countries. So these are facts. As for the perceptions, I know very well what does it mean to that when addressing Georgia, what does it mean when some political groups, even some governments are trying to create perceptions, bad perceptions about Georgia. Let's remember how we were criticized about Saakashvili's case. European Court of Human Rights said that everything was right, that Georgian justice was correct, and all foreign ministers, all foreign governments, all foreign politicians criticizing Georgia about Saakashvili's case were wrong. Unfortunately, none of them has apologized to Georgian people for creating those false perceptions about Georgia. So it's not about what some groups or some people are thinking. It's about the facts. And when we talk about the facts, then facts are stronger than some perceptions. ბატონ შალვა, ჩვენ ნახეთ მილოცვები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მისამართით. ბატონ შალვა, პირდაპირ ეთერში ვარ. This is the idea to be independent and to be a part of the EU. This is the idea and this is the very idea of European Union, to be a member of a union without sacrificing the independence. The organization where you were a part of the union with sacrificing the independence was the Soviet Union. So I hope that there are no groups that think that being a part of the European Union means abolishing the independence of a country. Absolutely not. ბატონ შალვა, ჩვენ ნახეთ საქართველოს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საერთაშორისო პარტნიორები. ნახეთ ამ დღის აღნიშვნა ბევრ ქვეყანაში უცხოეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც არის მილოცვა. თქვენი შეფასება თუ შეიძლება. ჩვენ დამოუკიდებლობასთან ერთად გავხდით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჩვენი პასუხისგებლობით საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე. ჩვენ ვიყავით მონაწილე ბევრი საერთაშორისო მისიისა. მაშინ, როდესაც ნატო ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 20-30 კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები, ეს ჯარისკაცები, რომლებიც დღეს ფიცდებდნენ და დღეს აქ აღლუმზე იყვნენ, ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ, იდგნენ ავღანეთში წინა ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა, ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთ. დიახ.
ევროკავშირის ელჩი თავად იყო. ვერ გეტყვით, ახლა მე აღრიცხვას სიას არ ვაწარმოებ და მოწეული იყო ყველა და მე თქვენ ხედავდით ტრიბუნას ჩემზე კარგად და შეგიძლია თქვენ თქვათ. ჩვენ დღეს ეს დღე ჩვენია, ნიშნავს ეს დღე ჩვენია. ეს დღე თქვენია, თქვენია, ჩემია. აი ამ ჯარისკაცების რომელმაც დღეს ფიცი დადის. ეს დღე ჩვენ უნდა ვიზოებოთ უპირველეს ყოვლისა. თუ რომელიმე მეგობარი ამ დღეს გადაწყვეტს ჩვენთან ერთად ზეიმს, ეს მხოლოდ მისასალმებელი და სასიხარულოა, როგორც წეგამ თქვი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრს დაუდექით გვერდზე, გავყევით ომში. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც გავყევით ომში. და გვიხარია თუ კი ვინმე ხალხ გვერდში უდგას საქართველოს ხელისუფლებას, ამით აჩვენებს თავის მადლიერებას ქართული ხალხის წინაშე. სხვა თემებს რაც შეეხება პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, ბატონო შავა. არაერთი სიტყვა მოვისმენთ. შეიძლება რამდენიმე წელს წინ გამართულ ფესტივალთან დაკავშირებით ოფენიარი ფესტივალი გაიმართა პოლიტიკური ელემენტებით, ხო ამ ყველაფერს როგორ აფასებთ? მუსიკოსებს რომელთა აზრს არ იზიარებენ, მაგალითად აღმოჩნდა რომ იქ რაღაცა გაუთიშეს მუსიკა ელექტროენერგია ნინოს უხიშულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მან თქვა მამული ენასარწმუნება. თვალს არ ვადევნებ ხა ამ საკითხებს, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა. ვინც დღეს, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, ვინც ფიქრობს რომ დათესოს შუღლი, გათიშოს საზოგადოება, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება. ეს უნდა ვიცოდეთ. როცა ჩვენ ვნახეთ 9 აპრილს, ხომ, სამარცხვინოდ, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-მა ძალადობის აქტი დააორგანიზეს რუსთაველის გამზირზე და იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე იძალადეს და არ მიუშვეს მემორიალთან. ეს არის ამ ცრუ ფიცის და ცრუ ღირებულებების მატარებელი ადამიანები მხოლოდ შუხს და განხეთქილებას თესავენ ჩვენ საზოგადოებას და საზოგადოება მათ შორის 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც გამოვიდა მთელი ქვეყანა ქალაქების და სოფლების ქუჩებში და აჩვენა სად დგას ქართული ხალხი. ქართული ხალხმა დღეს აჩვენა თუ რას ნიშნავს ერთიანობა, რას ნიშნავს სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით. ასე რომ ყველა ვინც ცდილობს რომ გათიშოს, ბოროტება დათესოს და ზიზღი შემოიტანოს, ის მხოლოდ მტრობს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. Mr. Speaker, what do you say to those who believe that Georgia is falling into Russia's sphere of influence? What do you say to people who believe that Georgia is falling into Russia's sphere of influence? To abandon the fantasies they have and to come out from the perceptions and look at the facts. And the fact is that Georgia, in contrast to the previous government, which was before 2012, did not sacrifice any inch of the Georgia's territory to the occupation power. And Georgia, after that Georgia, in contrast to the previous government, does not seek any relation on the costs of the Georgia's territory. This is the difference. So. If you judge with the facts that the previous government, Saakashvili's government, which is embraced even now by some European governments and political groups, exactly the Saakashvili's government was who sacrificed the 20% of Georgia's territory to the Russia's occupation power. And if you look at the other decisions, What do you say to those who are mimicking Russia? We are mimicking the United States of America. We are mimicking the United States of America. And some European countries too, including you. მათ შორის ჩვენ რომ ნახეთ დღეს რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამორჩევა ქართული ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. მე იმედი მაქვს, რომ პირველი რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დააგავს, ბოდიშს მოიხდის ქართული ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის, რომელიც მისგანაც ვისმენ. ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, სააკაშვილს
ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე აპრიორი დეფინიციითვე ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს მტკიცდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რა არის ის რამ? საქართველოს ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი არ გქონდა რა? მე ვთქვი სხვის გამართებას ნუ მომხოთ. რა თქმა უნდა ვეთანხმები იმას რომ ის რასაც დღეს ქართველი ხალხი აჩვენებს სამყაროს თავის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად იშვიათად ქონია ისტორიაში ასეთი მომენტები, როდესაც ასე დამოუკიდებლად შეეძლო ქართულ ხალხს გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ ამ მხრივ რა თქმა უნდა სულად ვიზრდება. რა არის თავი? დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები, რომელიც წარმოდგენილი იყო აღლუმის დროს და ნახეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც დღეს ფიცი დადეს, წევამდელები, რომლებიც მათ შორის არა სავალდებულო გაწვევით, არამედ საკუთარი ნებით მიდიან ქართულ ჯარში. ეს არის დღეს ჩვენთვის მთავარი, რომ мотиваცია ჰქონდეთ ქართველ ახალგაზრდებს იმსახურო ქართულ ჯარში, ამისთვის ჩვენ იცით რომ მივიღეთ ახალი თავდაცვის კოდექსი, იმისთვის რომ როგორც სამართლებრივად, ისე სხვა მხრივ ყველანაირი პირობა შეექმნას ჯარისკაც წვევამდელს რომ იმსახუროს ჯარში. თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს რომ მიუხედავად ყველა ტექნოლოგიებისა საბოლოო ჯამში ყველა ომში დგება ჯარისკაცი და ადამიანი და ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ თავი როგორც ამ ქვეყნის ჯარისკაცები და ეს არის მთავარი ამოცანა რომ თითოეულმა ქართველმა თავი იგრძნოს საქართველოს ჯარისკაცად.